დღეს წარმოგიდგენთ კვადროციკლების ახალ 2026 წლის ტოპ სერიას Hisun Guardians. ჩვენ გაჩვენებთ ცოცხლად 550 და 750 მოდელებს long კონფიგურაციაში. კვადროციკლს აქვს ახალი, ძალიან შთამბეჭდავი ფერი. დამონტაჟებულია 3 რეჟიმიანი LED ფარები და ბამპერები, რომლებიც ინტეგრირებულია პლასტიკაში. სტანდარტულად მოყვება ელექტროლებიოტკა დისტანციური პულტით და სინთეტიკური თოკით. წინა და უკანა საბარგულები შესრულებულია განძლე, ხარისხიან პლასტიკაში და აღჭურვილია მოცურების საწინააღმდეგო რეზინის ზედაპირით, რაც საშუალებას გაძლევთ უსაფრთხოდ დაამაგროთ მაგალითად ჰერმეტული ჩანთები ისე, რომ მოძრაობისას არ ჩამოცურდეს. სწრაფმოხსნადი სამაგრები განკუთვნილია ექსპედიციური კანისტრებისა და დამატებითი აღჭურვილობისთვის. წინა საბარგულის დატვირთვის შესაძლებლობა 35 კილოგრამია, უკანა კი 20 კილოგრამს უძლებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გაფართოებული ფრთები, რომლებიც ბორბლების სიბრტყეშია განთავსებული და ეფექტურად იცავს მძღოლს ტალახისა და ჭუჭყისგან. საფეხურები კომფორტული და ერგონომიულია, სპეციალური ჭრილებით, რის შედეგადაც წყალი აღარ გროვდება. უკანა ნაწილი გამოირჩევა ახალი, ორიგინალური დიზაინით. X-ის ფორმის უკანა ფარებში ინტეგრირებულია პატარა სათავსოები, სადაც შესაძლებელია წვრილი ნივთების შენახვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა კვადროციკლი სრულად დატვირთულია. სტანდარტულად მოყვება ფორკოპის გამაგრძელებელი, რის წყალობითაც მისაბმელის მიერთება მარტივად და სწრაფად ხდება. შტეფსელი დაცულია ჭუჭყისა და ტოტებისგან, ასევე დამონტაჟებულია სანომრე ნიშნის განათება. დამატებით გამოჩნდა კომფორტულ ადგილას განთავსებული სახელური, რაც კვადროციკლის გადაადგილებას ბევრად ამარტივებს. უკანა ბამპერებიც ინტეგრირებულია პლასტიკაში და ვიზუალურად ძალიან სტილურად გამოიყურება. თვალში საცემია ფართო და დიდი უკანა საბურავი. 750 მოდელზე გამოყენებულია 14 დიუმიანი დისკი, 550 მოდელზე კი 12 დიუმიანი. უკანა საბურავი უფრო ფართოა, პროტექტორი ახალია, რეზინა რბილია და სიცივეშიც კი ელასტიკურობას ინარჩუნებს. წინა ნაწილშიც შესაბამისი დისკებია გამოყენებული. საბურავების ზომა იდეალურად დაბალანსებულია. სავარძელი რბილი და კომფორტულია. საწვავის ავზის პლასტიკი ფორმირებულია მუხლებისთვის, რაც მოძრაობისას უკეთ კონტროლს უზრუნველყოფს. გრძელ დისტანციებზე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დეტალია. საწვავის ავზის მოცულობა გაზრდილია და ახლა 18 ლიტრს შეადგენს. დამონტაჟებულია ახალი დიდი სარკეები გამძლე სამაგრებით, რომლებიც ტოტების ზემოქმედებას უკეთ უძლებს. ხელის დამცავები მთლიანად ფარავს ხელებს. მარჯვენა პულტზე განთავსებულია დაფის მართვა, სრული ამძრავის რეჟიმები და ელექტრონული გაზის სახელური. მარცხენა პულტზეა ყველა მუხრუჭის მართვა, განათების რეჟიმები, ძრავის გამორთვის ღილაკი, ავარიული სიგნალი, მობრუნების მაჩვენებლები და სახელურების გათბობა. ახლა კვადროციკლს აქვს სახელურებისა და სავარძლის გათბობა, სიგნალი და ლებიოტკის პულტი. მარჯვენა მხარეს განთავსებულია ჩაკეტვადი სათავსო, სადაც ინახება ლებიოტკის პულტი და გასაღები. გასაღები განკუთვნილია მხოლოდ საწვავის ავზისთვის, რადგან კვადროციკლს აქვს გასაღების გარეშე გაშვების სისტემა. დამონტაჟებულია ახალი 7 დიუმიანი ციფრული დაფა, რომელიც იდეალურად იკითხება მოძრაობის დროსაც. ეკრანზე ჩანს ტახომეტრი, სპიდომეტრი, სიჩქარის მაჩვენებელი, სრული ამძრავის რეჟიმები, დახრის ინდიკატორი, ოდომეტრი, საათი, ძრავის ტემპერატურა და საწვავის დონე. გაზრდილია მგზავრის საზურგე და დამონტაჟებულია ერგონომიული სახელურები. მართვის სიმარტივისთვის გამოყენებულია საჭის ჰიდროგამაძლიერებელი. ტესტ დრაივის დროს განსაკუთრებით შესამჩნევია ელექტრონული გაზის სახელურის სიზუსტე. აჩქარება კონტროლირებადია და რბილი, განსხვავებით წინა თაობის მოდელებისგან. ზამთრის პირობებში სახელურების გათბობა რეალურად ძალიან დიდ კომფორტს იძლევა და აქვს რეგულირებადი დონეები, რაც ციფრულად აისახება დაფაზე. 550 მოდელს არ აქვს სახელურებისა და სავარძლის გათბობა, რაც მისი მთავარი განსხვავებაა 750-ისგან. სრული ამძრავი მუშაობს წინა დიფერენციალის ბლოკირებით, ხოლო 750 მოდელს დამატებით აქვს უკანა დიფერენციალის განბლოკვის შესაძლებლობა, რაც უკეთეს მართვას და საწვავის ეკონომიას უზრუნველყოფს. ძრავები განახლებულია. 550 მოდელს აქვს 41 ცხენის ძალა, 750-ს კი 54 ცხენის ძალა. შემცირებულია ვიბრაცია და სიმძლავრე უფრო თანაბრად და კონტროლირებადად მიეწოდება. საკიდარი აღჭურვილია რეგულირებადი ამორტიზატორებით. ლებიოტკა კი უკვე სინთეტიკური თოკით და დისტანციური მართვით მუშაობს. ელექტროსისტემასა და გაგრილების ელემენტებზე წვდომა მნიშვნელოვნად გამარტივებულია. აკუმულატორთან, ფილტრთან და ფიუზებთან მისვლა მარტივია. ჰაერის შეწოვა მაღალ დონეზეა განთავსებული, ხოლო ხიდების ვენტილაცია ახლა სრულად ჰერმეტულია, რაც წყლის მოხვედრას გამორიცხავს. უკანა კარდანი გაძლიერებულია და ბაზა გაზრდილია, რაც სიჩქარეზე სტაბილურობას ზრდის.
ორივე მოდელზე დამონტაჟებულია დისკური მუხრუჭები 4-ვე ბორბალზე და მუხრუჭის მართვა ერთიან სისტემაშია გაერთიანებული. საერთო ჯამში კვადროციკლი გახდა უფრო კომფორტული, ტექნოლოგიური და საიმედო. 550 მოდელზე გასაღების გარეშე წვდომა არ არის. აქ ყველაფერი მარტივად და კლასიკურად მუშაობს. კვადროციკლის შეძენა შეგიძლიათ TBC ბანკისა და საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდის განვადებითაც. დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ეკრანზე მითითებულ ტელეფონის ნომრებზე. GT Moto, Haisans ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.